აი რამდენი არის საჭირო თანხა დღეს რომ დავიწყოთ რესტორნის ბიზნესი საქართველოში? შენ რო შედიხარ Volt-ის აპლიკაციაში, შენ რო endo X ბრენდს რომელსაც არ იცნობ, ძალიან რთულია. მარჟა რაზეა ყველაზე მეტი? რომელ კერძზე არის ყველაზე მეტი მარჟა? ეს არის ღომის ბურგერები. ღომის ბურგერები, ვაუ. საქართველოში სამწუხაროდ ესია. თუ საბედნიეროდ ისე აღწერე რომ მომშივდა. 50 best-დან მეილი მოდის. ხა ნუ ეს ყო როგორ მე მგონია მე სპამი მეგონა ვიღაცა გვეხუმრება ცუდად. მიშელინის შემოვიდა საქართველოში? სასტუმროების მიმართულებით. ვაუ, რა საინტერესოა. დღეს რომ ხსნიდე რესტორანს. რა კონცეფცია ექნებოდა ამ რესტორანს საქართველოში რომ გახსნე შენ რესტორანი? ჩვენ ისევ და ისევ ვართ რთულ რეგიონში და ჩვენ პირდაპირ თუ რამე ხდება გვემართება ჩვენ. მოგესალმებით გადაცემა რეალური ბიზნესი და მე მისი წამყვანი გიორგი ცაგურია. საინტერესო სახელია. თუ გინდათ რომ ეს გადაცემა მეტი აღარ გამოვიდეს, არ დაალაიქოთ, ძალიან გთხოვთ, არ დაალაიქოთ და არ გამოიწეროთ ეს არხი. ხოლო ეხლა კი მე წარვადგენ ჩემს დღევანდელ სტუმარს, რომელიც არის ადამიანი გემოს დიქტატორი, ადამიანი, რომელმაც დააწესა ახალი სტანდარტი თბილისურ გასტრონომიაში, ადამიანი, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება საშუალოთი და ყოველთვის ირჩევს უმაღლეს დონეს, მათ შორის იგი არის რიხტერის კლინიკის საპატიო პაციენტი ანდრია ქურასბედიანი. გამარჯობა ანდრია. მადლობა რომ მოხვედი. მინდა რომ გაგვიზიარო პირველ რიგში რას აკეთებ შენ. მე გაგიცანი როგორც, ესე იგი, მოდი შენ თვითონ წარადგინე შენი თავი. სულ მიჭერს ხოლმე ჩემი თავის წარდგენა, იმიტომ რომ აი რას აკეთებ? რა არის შენი ყოველდღიური საქმიანობა? ბოლო წლებია განსაკუთრებით ცვლილებას განვიცდი საქმიანობაში. ხშირად არის ხოლმე რომ ადრე ძალიან ერთი პროფილი ვიყავი რა, ერთი მიმართულების ადამიანი ვიყავი, რომ მსახურება. და მსახურება. რაში მსახურება? სტუმრებთან, რესტორანში, ბარბარესთან. ეს იყო ჩემი არ ვიცი, ამომავალი წერტილი, ეს იყო ჩემი მიზანი სრულიად, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ოჯახის საქმის განვითარებას ბარბარესთანს და აი 2015 წლიდან დაიწყო ეს ისტორია და თავიდან ბოლომდე ვიყავი აქ მშობლებთან ერთად, რა თქმა უნდა. მაგრამ აი მსახურების პროცესში, იმიტომ რომ მსახურება არ არის მარტო მიიტანე, ჩაიწერე, მოემსახურე, ლამაზად დახვდი, კარგად გაესაუბრე. აქ რეალურად შენ გასტრონომიას ეხები. და ისე დაალაგდა და ისე დაორგანიზდა ჩვენი ოჯახის საქმიანობა, რომ ძალიან ღირებულ გასტრონომიულ მიმართულებას და გზას მივყევით. აი ესეთი ძალიან ღრმა განვითარებაზე ორიენტირებული მუდმივად სიახლეებზე, რაღაცა სიახლის შექმნაზე ქართულ გასტრონომიაში, რამაც ბარბარესთან რეალურად შენი ოჯახი ფლობს რესტორან ბარბარესთან. კი, ჩემი მშობლები და მათთან ერთად ამ 10 წლიან ერთიან საქმიანობაში რეალურად ნელ-ნელა შევისწავლე და ვსწავლობ კიდეც ჯერ. ძალიან ბევრია სასწავლი, რა თქმა უნდა. გასტრონომიის ფუნდამენტები, ხო? ეს არის გემო, ეს არის პროდუქტი, ეს არის მომსახურების მიმართულება, თუ პირობითად ამ გასტრონომიის ბიზნესი, რაც კიდევ უფრო მეტად ალბათ გამართლებული სახელია. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ღირებულ და ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ იყოს წარმატებული პროექტი და როცა წარმატებული პროექტი არ არის, მე რა თქმა უნდა ეს დიდხანს ვიგაგრძელდება. და ამასთან რა თქმა უნდა ჩემი აი ბავშვობიდან ეს мотиваცია და ბავშვობის ჩემი სულისკვეთება იყო რომ ბიზნესში ყოფილიყავი, ბიზნესი საკუთარი რაღაც მქონოდა და სხვათა შორის 15 წლის ვიყავი, დედას ვეუბნებოდი სკოლაში რომ რესტორანი გამიხსენი, არ მინდა ეს სკოლაში სიარული თქვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი. აი თუ ვინმე შეიძლება რომ ცუდი მოსწავლე რაღაც სანიმუშოდ ვინმეს ვაჩვენოთ, ეგეთი მოსწავლე ვიყავი. ძირთადად გონიათ ხოლმე რომ ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ყველა მასწავლებელი რომ მემდუროდა. ეს სარესტორნო ბიზნესი, ეს არის შენი ოჯახის დნმ-ი შეიძლება ითქვას და შენ ხარ მისი გაგრძელება, სადაც შენ ხარ ის თაობა, რომელმაც უკვე მშობლებისგან უნდა ისწავლოს ეს საკითხი და უკვე შენ ნერგავ რაღაც სიახლეებს და შენ ხარ უკვე ორიენტირებული ამის
გაგრძელებაზე ასე ვთქვათ. ერთიანად ხანდახან გუნიათ ხოლმე რაღაც მე ვარ მარტო ბარბარესთან და შენც რომ მომწერე რომ ანუ არ ვარ მე ბარბარესთან ანუ მარტო ანდრია ვერაზროს ვერ იქნება ბარბარესთან ეს არის დედა მამა ეს არის ოჯახური ბიზნესი ოჯახური ბიზნესზე რაღაც კიდე მაინტერესებს კიდევ ესე იგი შენ ასევე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ქართულ სახლში პირველად ხო აქ მეორე ოჯახი ესე იგი ხო მოგვიყევი აი რა არის შენთვის ქართული სახლი რა არის ეთნოგრაფი ჩემთვის საერთოდ რეგულარული სტუმარი ვარ ისე დაორგანიზდა და ისე რა ვიცი უფლისგან არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი ჩემი მეორე ნახევარი ჩემი მეუღლე და მისი ოჯახიც არ ვიცი როგორ მოხდა ეს განგება მოიტანა ეს ყველაფერი მიზიდულობის ძალა რომ მისი ოჯახიც ამ საქმიანობით არის დაკავებული სარესტორნო სფეროშია ქართული სახლი მათი და ნუ ეთნოგრაფის მიმართულებაც და რომ დაოჯახდით მოკლედ და მე და ჩემი მეუღლეს რო გვინდოდა დამოუკიდებელი უკვე იმიტომ რომ მეც უკვე ისეთ ასაკში ვიყავი თვითონაც გამოცდილებაც გარკვეულწილად ორივეს რაღაცა უკვე მიღწეული ქონდა გამოცდილების ნაწილში იმ ზღვრამდე რომ შეგვეძლო გაგვიფიქრებინა იმიტომ რომ ხშირად ძალიან უთამამდებიან ხოლმე ამას ჩემი რას უყურებ ხოლმე რომ აი რაღაცა მოდი ერთად ხوار ვიყოთ აი დღის განმავლობაში იმიტომ რომ ჩვენი სფერო ძალიან რთულია ზირთად სულიკ ხარ და მე სულ მქონდა ჩემ თავთან რომ ჩემი მეორე ნახევარი ან ჩემი ოჯახს რო შევქმნი ისეთი ადამიანი იყოს ჩემს გვერდში ვინც ამ საქმით იქნება დაკავებული და ერთად იმიტომ რომ რაღაც დედას და მამას მაგალითი იყო ჩემთვის კარგი რა რომ აი უყურებდი ერთად როგორ შრომობდნენ და მეც მინდოდა რომ ამ მიმართულებით ერთად ყოფილიყავით და მე ამ სფეროში ვიყავი და ამიტომ რაღაცა ეს მქონდა რომ ისეთი ადამიანი ყოფილიყო რომ ერთად მე გაგვეგზელებინა და ერთად მთელი დღე ერთად მოკლედ გვემუშავა იმიტომ რომ ისეთი სფეროა რომ და იმდენად სტრესული რომ შენ რო რაღაცას თუმცა ესეც არის რა თქმა უნდა და არიან ოჯახები მაგრამ განცალკევებულად რო არიან ხოლმე აი ძალიან მე ჩემთვის წარმოუდგენელია დღემდე ხა ეს ამას ვერც კი განვიხილავ რომ ეს შეიძლება ოდნავ სხვანაირად იყოს აი რა რო იყოს რომ მე სხვაგან ვიმუშაო ჩემო მეუღლემ სხვაგან იმუშაოს და ჩვენ თანაკვეთ არ გქონდეს ყოველდღიური ერთმანეთთან ძალიან საინტერესო არის როგორც წესი საერთოდ აი ოჯახური ბიზნესი აი ძალიან სხვადასხვა შეხედულება არსებობს მაგასთან დაკავშირებით და შენ ესე იგი არ განიხილავ კი ესე იგი შენთვის მხოლოდ ოჯახური ბიზნესი არის ერთადერთი სწორი გზა შენ წარმოდგენაში სადაც ცოლ-ქმარი ერთად იმაშვები ღირებული რაღაცა კომფორტული მე შვილიც ხო ეხა შვილიც რო გაიზრდება მინდა რომ ჩვენთან ერთად იყოს ჩემი დედმამიშვილები დინასტიური ის არის ესე იგი ეს ჰოსპიტალიტი ხო მე მყავს 11 დედმამიშვილი 11 დედმამიშვილი ვართ რა 11 დედმამიშვილი ხარ ხო და ჩემი უფროსი ძმაც ჩვენ ბიზნესში ან ჩვენ საქმიანობას ეწევა და ჩვენთან ერთად არის ჩემი დეიდაშვილიც მაგალითად ეხა ბარბარე ჩვენი შეფია ბარბარეში უშუალოდ მიმდინარე საოპერაციო ნაწილში არის მთავარი ასრულებელი ადამიანი დანარჩენი შენი ამდენ დედმამიშვილი ჩემი პატარა ძმა გიორგი მაგალითად რომელიც ეხა უნივერსიტეტი უწევს უკვე გადაწყვიტა რომ ესპანური ისწავლოს და ესპანეთში წავიდეს და აკადემიური განათლება მიიღოს მზარეულის და სამზარეულოში მუშაობს ეხა ჩემი პეტრე ჩემს მერე პატარა ძმა ჩემს გზას აგრძელებს უფრო მეტად საოპერაციო ნაწილში არის სტუმრებთან მომსახურების მიმართულებით და ესეც ანუ თითქმის ყველანი ჩართულები ვართ რა და ისე აი ხა შენი როლი რა არის 11 დედმამიშვილს ყველას რაღაცა მე მგონი მონაწილეობა უნდა აი შენი როლი რა არის ჯერჯერობით ისინი პატარები არიან და ამ შემთხვევაში ყველაზე პატარა არის მესამე კლასში ხო და სხვაობა დიდია 8 წელი არის მე და ჩემი უფროსი ძმასა და პატარა ძმაში ხო და ესე საქმიანობთ და ანუ ჩემი ამოცანაც იყო რომ მეუღლესთან ერთად რაღაცა ღირებულად ერთიანად საქმე გვეკეთებინა და რო დაოჯახდით ქართულ სახლთან მივდივართ ეხა იმიტომ რომ მე ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ არც ბარბარესთან სულ იყო ხოლმე რომ აი ხანდახან ეს რომ თქვენია არ ჩემი არ არის ეს არ არის ჩემი ბიზნესი რომ ოჯახის საქმიანობა მე სადაც მონაწილე ვარ და მადლიერი ვარ იმის რომ მაქვს საშუალება რომ ვიყვან ყველაფერს მონაწილე და მივიღო განვითარება და ოდესღაც თუ გაჩნდება ამის საშუალება мотивация სურვილი და გარემოება მე ჩემი რაღაცა გავაკეთო
რას გააკეთებდი? აი ხა გაქვს რაღაცა ისეთი, აი იმდენად ჩემი შეხედულებით შენი არის ეს DNM-ში ეს გაწეული hospitality რაღაც რესტორანი. აი საერთოდ რამეს სხვას გარდა რესტორნისა რამეს გიფიქრია, რამე ბიზნესზე საქართველოში? ისევ სტუმართ მასპინძლობის მიმართულებით. კარგი სასტუმრო არის რაღაცა მე და ჩემი მეუღლის ძალიან დიდი სურვილი. თუმცა ჩვენი რეგიონალური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან რთულია საქართველოში სასტუმრო გააკეთო. თან მით უმეტეს ჩვენ გქონდა სასტუმრო, მამაჩემს გქონდა, ბაბუას გქონდა უბრალოდ სასტუმრო, სადაც მამა იყო ჩართული მართლობაში და მე იქ გავიზარდე. ან მე ბავშვობიდან მანამდე სან ბარბარე გაიხსნებოდა, მშობლებს გქონდათ რესტორანი, ტრადიციული რესტორანი. ნუ ბაბუას გქონდა, მამშობლები ჩართულები იყვნენ და სულ აქ ვიყავი. სულ რაღაცას იქ ვაკეთებდი. ხო და ძალიან მომწონდა ეს. თავიდან ბოლომდე ვერ ხედავდი ჩემ თავს აი კონკრეტულად სად, მაგრამ მომწონდა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მომავალში, რომ კარგი სასტუმრო. ალბათ ეს რამოდენიმე ძალიან შორი გზის ოცნებებია, თუმცა უფრო ახლო ოცნებები და უფრო ახლო მიზნები არის ჩვენი საკვები ობიექტი გავაკეთოთ. მე და ჩემმა მეუღლემ დამოუკიდებლად, ანუ ოჯახების დამოუკიდებლად ბარბარეს ქართული სახლის ეთნოგრაფიაში დამოუკიდებლად ჩვენი ისტორია შევქმნათ თან უკვე ნუ ეს სურვილი უფრო და უფრო მეტად მატულობს და ალბათ გამოცდილებაც რომ ჩვენი რაღაცა ნაბიჯი გადავდგათ და ალბათ ძალიან მალე ჩვენ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად დავიწყებთ მუშაობას რომ ჩვენ რაღაც ჩვენი გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გაუზიაროთ და ეხლა ამდენი სხვადასხვა რესტორანი როცა გაქვს რამდენად არ ჭამენ ისინი ერთმანეთს აი რამდენად არის ერთმანეთში კონკურენცია ამ მიმართულებით და აი ხა მაგალითად ახალ რესტორანს თუ გახსნით რამდენად ექნება კიდევ კონკურენცია აი ერთმანეთთან მიმართებაში თუ ისინი ერთმანეთს ავსებენ და სხვადასხვა სეგმენტზე არის გათვლილი ძალიან კარგი კითხვაა რეალურად ხა გაჩნია რა მიმართულებას ავირჩევთ. თუმცა გემრიელი, კარგი, მარტივი, ყოველდღიური გასტრონომიული ადგილები საქართველოში იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრია. იმის აქედან მაინც ამის მიუხედავად ხარისხი და კონკურენცია ძალიან მაღალია. თუმცა თუ სწორად შექმნი და შენ გაქვს ცოდნა ამ ყველაფრის წინასწარ რაც შეიძლება მეტად დაკვირვების რისკების გადაწყვეტის სწორი ანალიზის და სწორი კონცეფციის იმდენად ქართველებს გვიყვარს გასტრონომია და იმდენად ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და ქართული გასტრონომია იმდენად ვითარდება მსოფლიოში და იმდენი უცხოელი ვიზიტორი ჩამოდის უკვე საქართველოში უშუალოდ იმისთვის რომ გასტრონომიული გამოცდილება მიიღოს, ამის რესურსი არსებობს ქალაქში. ისე რომ ჩვენ ერთმანეთი არ დავაზიანოთ პირიქით, ჩვენი აი სწორი ბრენდის შექმნის და სწორი ღირებულების შექმნის შემთხვევაში რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი. ხარისხის ნაწილში, ნდობის ნაწილში, გემოს ნაწილში არის ამის რესურსი. თუმცა ეს ძალიან რთულია. ეს არის ძალიან რთული. მომარაგებლები ახლა ის ამდენ რესტორანს, ამდენ სამი მსხვილი რესტორანის, ამდენად სამივეს ერთ-ერთი მომარაგებლები ხავთ? ინდივიდუალურად ყველას ინდივიდუალურად, ყველას ყავს თავისი უშუალოდ პასუხისმგებელი პირი და ნუ ვისგანაც ვყიდულობთ პირობითად რაღაცებს, ბევრი თანაკვეთა არის, რა თქმა უნდა. აი მაგალითად ყველის მომწოდებელი შეიძლება. ეს მაინტერესებს მე მითხარი ერთი ეს ყველი ეთნოგრაფიის სულგუნი. ძალიან მაგარი არის ერთი. უნდა მიმასწავლოს სად უნდა ვიყიდო ხოლმე მე. შეგვიძლია ხო? არ არის პრობლემა. კი ბატონო. ესე იგი კიდევ რა მაინტერესებს იცი? აი როგორ ხდება ისე რომ აი ქართული სახლი რამდენი წლის რესტორანია? 13 წლის რესტორანია. 13 წლის რესტორანია. 13 წლის წინ ეს რესტორანი აი გვირგვინებდა ძალიან ისე მახსოვს და მე ახლა ცოტა ხნის წინაც რომ ვიყავი ჩემი აზრით ჯერ კიდევ აქტუალობა არ დაუკარგავს და ძალიან გემრიელი კერძები არის, ძალიან ლამაზი დადგმა არის და საერთოდ სასიამოვნო ატმოსფეროა და აქვს თავისი ხასიათი, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეთანხმები რესტორანში და
როგორ არ კარგავს აქტუალობას. აი რა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბევრი სხვა რესტორანი, რომელიც 13 წლის წინ იყო, მაგრამ დღეს უკვე იქ აღარ არის მოთხოვნა, იმიტომ რომ აქტუალობა დაკარგა რა და როგორ ხდება აქტუალობის შენარჩუნება? ეს არის ოჯახის ძალიან დიდი შრომის შედეგი. ოჯახის ისე. ოჯახის ძალიან დიდი შრომის შედეგი. და მუდმივი განვითარება. ჩვენი სფერო ისეთია, რომ მუდმივად სიახლე ჭირდება. მუდმივი მუშაობა, სულ რაღაცა უნდა განაახლოს, სულ მუდმივად კონკურენცია მატულობს და ან ბრენდის გაძლიერებაში უნდა ყოველთვის უნდა მიიღოს ვინც არის ჩართული ამ საქმეში, ამაში ძალიან დიდი რესურსი და დრო და ენერგია და თუნდაც ფინანსები უნდა ჩაიდოს იმისთვის, რომ მრავალი 10 წლეული კიდე შეძლოს რესტორანმა მუშაობა. თუნდაც ხა ბარბარესთან რო ავიღოთ 10 წელი გვისრულდება. ისე მალე გავიდა ეს 11 წელში გადავედით. და მუდმივი სიახლე, მუდმივი განვითარება. არასდროს არ უნდა გაჩერდე ერთ ადგილას და თუნდაც ეს იქნება გარემოში ხა. კარგია და შეიძლება 10 წლის წინ რაღაცას რო გააკეთებ, ის დროსთან მიმართებაში ან იცვითება, ან ზიანდება, ან გინდა რომ შესმოყვანილ სიახლე. ამიტომ სულ მუდმივად რაღაცას აკეთებ შიგნით ფუსფუსებ და ცდილობ რომ აი ჩვენ ბიზნესში ყველაზე რთული არის სტაბილურობა. ეს არის ალბათ ყველას გვექნება ეს გამოცდილება, რომ ერთხელ ვიყავ მომეწონა, მეორეთხელ ვიყავ ისე რა მომეწონა, მესამეჯერ ისევ მომეწონა, მეოთხეჯერ საერთოდ არ მომეწონა და აი სულ ამ ჭიდილში ხარ რეალურად, იმიტომ რომ სულ აი ძალიან დიდად ხარ დამოკიდებული ადამიანებზე. ადამიანური რესურსი. ადამიანებზე. ან რაც არ უნდა შენ სისტემურად ყველაფერი მოაქციო, სისტემურად რო აწყო სტაბილურობა, ხარისხი, კონტროლი, კალკულაციები. ხო, ანუ არის მომენტები, როდესაც შენ მაინც რაღაცა ისე ვერ გამოგდის რა, ხინკალი არ არის ისეთი. არა და ქაბაბი რაღაცა ვერ არის. იქ ხორცშია პრობლემა, დამუშავებაშია, შეწვაშია, აი ძალიან ესეთი სენსიტიური პროცესია და თუ შენ შეძელი რომ უმეტესწილად 80-90% დაიცავი ხარისხი. შეცდომებს ყველა უშვებ და რა თქმა უნდა ხარისხი ბარბარეშიც ქართულ სახლში ხა მე 4 წელია უკვე ქართულ სახლში ვარ ჩართული უშუალოდ. აი როგორ მოხდა ჩემი მეუღლის და ჩემი გაერთიანება, რომ ჩვენ გვინდოდა ერთიანად რაღაც კეთება, დამოუკიდებლად გასვლა უკვე, ანუ მე უკვე ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ ბარბარიდან რაღაცა გავაკეთოთ. თეოსაც უნდა ნაბიჯი გადაედგა და წამოსულიყო ოჯახიდან, ამ შემთხვევაში მაშინ ეთნოგრაფში იყო, თვითონ დაკავებული და რატომღაც ესე გადაწყდა ოჯახშიც ერთიანად საუბარშიც რომ მოდი ქართული სახლი რაღაცნაირად ნეიტრალური ტერიტორია. ჩემთვისაც და შენთვისაც, სადაც ჩვენი რესურსი შეიძლება რომ სწორად იყოს გამოყენებული, ჩვენი გამოცდილებისთვის და ჩვენი განვითარებისთვის და მოდი ერთიანად დავიწყოთ ამ საქმიანობაში ქართულ სახლში მოღვაწეობა და დავიწეთ 2022 წელს ქართულ სახლში მე და ჩემი მეუღლე მუშაობა, სადაც აი რაც წეგან ვახსენეთ როგორ ხდება რომ დღემდე აქტუალურია, ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის და დღემდე ძალიან ბევრი ვიშრომობთ იმისთვის, რომ ეს ბრენდი დღესაც იყოს აქტუალური, თუნდაც კომუნიკაციაში, თუნდაც ხარისხში, თუნდაც გამოცდილებაში, მუსიკალურ ნაწილში. აი ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს, იმიტომ რომ რაღაცები რაც 13 წლის წინ გაკეთდა დღეს შეიძლება იმდენად აქტუალური არ იყოს. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ რაც გამოსასწორებელია და გასაკეთებელია, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ დღეს მომხმარებელმა ეს მიიღოს და მათთვისაც ეს მისაღები იყოს და აუწყოთ დროს ფეხი ასე ვთქვათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან აი რამხელა კონკურენცია არის სარესტორნო ბიზნესში. სტომატოლოგიაშიც მინდა გითხრა არანაკლები, ხო? და აი როგორ უნდა გამოირჩეოდე ამხელა უზარმაზარ კონკურენციაში სხვებთან შედარებით. თუ არა ხარისხით, თუ არა აქტუალობით, თუ არა მუდმივი განვითარებით, რომელიც არის აუცილებელი, თანამშრომელი სადღაც უნდა გააგზავნო ახალი ტრენინგის ჩასატარებლად, რაღაცის ახლის სასწავლებლად, შენ თვითონ როგორც მენეჯერი უნდა ვითარდებოდე, აკონტროლებდე, ხედავდე, აძლევდე თავისუფლებას, სადაც საჭიროა და ასე შემდეგ. აი ურთულესი ამბავია და აი შენ ხარ ასე ამბობ, მე მგონი ზუსტად ეგ არის მაგის პასუხი და კიდე რა მაინტერესებს იცი ახლა
დღეს ჩვენ ბევრი გვიყურებს, ვისაც მაგალითად დაინტერესებს საკუთარი ბიზნესის დაწყება. ეხლა ჩვენ წეგან ვამბობდით, რომ ძალიან ფართო არის მოთხოვნა სარესტორნო სფეროზე და ჩემი აზრით შენ შეგიძლია რომ გაგვიზიარო, აი რამდენი არის საჭირო თანხა დღეს რომ დავიწყოთ რესტორნის ბიზნესი საქართველოში, ასე ვთქვათ, ესე იგი საბაზისო მინიმუმი და აი თავისუფალი ვარიანტიც, როცა ნაკლებად ვარ შეზღუდული ბიუჯეტში. უკვე იმდენად გეკნება შენ დათვლილი. ძართული კითხვა არის, ღრმა კითხვა არის. თავარია ჩამოვყალიბდეთ რა მიმართულების საკვები ობიექტზე ვსაუბრობთ. შეიძლება საკვები ობიექტი ავიღოთ მარტო პირობითად, რაცა საინტერესო კარგი ყავა და ყავასთან გემრიელი მისადევნებლები, სადაც დიდად პირობითად ან სამზარეულოს დიდი შრომა ან გასტრონომიული დიდი ფიქრი იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ, ამას დიდი რესურსი არ დაჭირდეს, არც ფართობი პირობითად დანახარჯიც. თუ საუბრობთ პირობითად ქართულ ტრადიციულ რესტორანზე, აქ მნიშვნელოვანია რომ სკამების რაოდენობა. ბოდიში, აი პირველი რაც თქვი, რო ვამბობ პატარა დანახარჯი, აი რამდენი არის დაახლოებით პატარა დანახარჯი, რომელიც იქნება საჭირო? არ ვიცი, ალბათ ერთი 150-200,000 евро, დოლარი, ალბათ ეს მინიმუმ რომ რაღაცა ნორმალური გააკეთო. ოღონდ ქირით. ქირით, ხო. საერთოდ სხვათა შორის, აი ქირაზეც. ეს ოღონდ აი ძალიან ისეთი, აი ძალიან მსუბუქად, აი ძალიან მსუბუქად რომ ძალიან მსუბუქი რო გავაკეთოთ, აი ძალიან მაქსიმალურად რო გადააზღვიო ყველაფერი. ეს არის კაფე რო გავაკეთოთ, ხო? საკავე წერტილი, რაღაც კბილეული რო იყოს ესეთი. ეს შეიძლება რესტორანიც გავაკეთოთ, თუმცა პატარა. აჰა, პატარა 70-80 კამზე, 100 კამზე მაქსიმუმ აი გააჩნია რა, სად მივდივართ. რაღაც ძალიან მინიმალურ ბიუჯეტში რო თქვა, 150. თუმცა შეიძლება წარმატება მიაღწიო, შემოსავლის წყაროც გაიჩინო, ოღონდ თუ შენ უნდა იყო უშუალოდ ბოლომდე. Dark Kitchen ჩვენ გქონდა. ბარბარესგან პანდემიის დროს გავაკეთეთ Dark Kitchen-ი, იმიტომ რომ მაშინ ღია სივრცეებს გაკეთებ. თუმცა ჩვენ კიდე გავართულეთ ცხოვრება მაშინ, იმიტომ რომ ბარბარე იყო და Dark Kitchen-ი უნდა გაეკეთებინა და ანუ ბარბარესთვის არ იყო მისაღები კონცეპტუალურად, იდეურად და ჩვენთვის რომ გავკეთებინა რაღაცა მარტივი. ჩვენ შევქმნით ქართული სწრაფი კვება. ეს არის ღომის ბურგერები. ღომის ბურგერები. ისე აი სულ ენატრება, აღარ გვაქვს. ჭადის სენდვიჩები. აი ღვთაებრივი, ეს იყო ისეთი უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება, თუმცა ძალიან რთული პროდუქტი იყო. ანუ არავის ტვინში არ მოუვა ბურგერს როცა იძახებს, რომ მოდი ბურგერს არ გამოვიძახებ და მოდი ახლა ღომის ბურგერს შევჭამ. ანუ ისეთ დიდ კონკურენციაში შევედით, რომ ძალიან რთული იყო. და ფასებიც ალბათ. ფასები ძალიან კარგი გქონდა. ხო. 12 ლარი, 15 ლარი, 16 ლარი, აი ესეთ ფანტასტიკური ფასები გქონდა. საბაზრო. ფანტასტიკური. თუმცა ხარისხი ძალიან მაღალი და ეს იყო სწრაფი fast casual მიმართულება, ჯანსაღი სწრაფი კვების მიმართულება, ავირჩიეთ პროდუქტები. მაგრამ აი საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ამ პროდუქტს ჭირდება სივრცე. თუ შენ გინდა რომ ეს განავითარო და ეს აქციო ყოველდღიურობად ქალაქში, მაშინ ძალიან კარგი ყოველდღიური სივრცე უნდა გაუკეთო, სადაც ადამიანი მოვა, დაჭირდება, დროს გაატარებს და ამასთან ერთად ამ პროდუქტს ეზიარება. ეს ჩვენი ქართველი მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. თუმცა თუ შენ აკეთებ პიცერიას, თუ შენ აკეთებ ბურგერს, თუ შენ აკეთებ შაურმას, აი მასიურ წარმოების პროდუქტს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამას აქვს გამართლება. ან თუ პირობითად აკეთებ ჯანსაღ კვებას, რომელიც ვარჯიშობს და მათთვის ძალიან ღირებული, ამ შემთხვევაშიც აქვს რა თქმა უნდა გამართლება. თუმცა ეს ბიზნესი საინტერესოა რა თქმა უნდა, რომ 1-20 კვადრატში შეგიძლია 4 მიმართულების რესტორანი გახსნა, კონდეს პიცაც, ბურგერიც, სუშიც და მოთხოვნადი არის და იცი რომ გაიყიდება. თუმცა ძალიან რთულია. აი ძალიან რთულია, იმიტომ რომ შენ რო შედიხარ Wolt-ის აპლიკაციაში, შენ რო Endo X ბრენდს რომელსაც არ იცნობ, ძალიან რთულია, ღვასია. შენ მაინც მიდიხარ რომ შედიხარ ისეთ ნაცნობ რესტორნებს ეძებ და საკვებ ობიექტებს, ვისაც ენდობი, ვისაც სივრცე აქვს, ვინც გინახავს. საქართველოში სამწუხაროდ ესეა. თუ საბედნიეროდ. იცია, ხო, აი მე რამდენჯერაც რაღაც ექსპერიმენტი ჩამიტარებია, მე მინანია სიმართლე რომ მიცდია ბევრჯერ და ხარისხი არ გამართლებიათ რა, აი როცა ბოლო აი იმიტომ რომ რაღაც სამწუხაროდ ცუდად აკეთებენ ამ საქმეს.
ხარისხი. სუდათ აკეთე, ანუ ვინმემ რო გააკეთოს მსგავსი პრეცედენტი და ძალიან მაგარი პროდუქტი გააკეთოს, ერთი რომ უბრალოდ დროში გაეწელება, რომ წარმატებულად იქცეს და ინვესტიცია დაჭირდება, თუმცა და მარკეტინგში დაჭირდება ძალიან. დღევანდელ დღეს მარკეტინგი ჩვენ ბიზნესში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ჩვენ შემთხვევაში კიდე განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მაინც არ იყო. ეხლა დღეს იმდენად დიდი კონკურენცია, იმიტომ რომ კრეატივი იმ ხელაზე შემოდის. მოდის ინდუსტრიაც კი შემოდის უკვე ჩვენ გასტრონომიულ ბიზნესში და ანუ იმდენად დიდი რესურსი გიწევს, რომ რა გააკეთო ისეთი, რომ შენ ყურადღება მოიხვეჭო და ფინანსებშიც რაღაც კატასტროფაში არ წახვიდე. იმიტომ რომ შეიძლება ერთი ვიდეოს გადაღება იდეურად ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ ისე და ისე ბიუჯეტზე გახვიდე რომ რა ვიცი. მე მინდა აღნიშნო რომ ძალიან ხარისხიანი ვიდეოები გაქვთ და აი ეს თქვენი შეფი რომ არის შენ ბიზნესთან ერთად რაღაცას ამზადებ. ესე იგი რომ უყურებ ხოლმე მინდება რომ აი ესე გადმოვიღო და გავსინჯო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მან გარდა აი რაღაც ნაპერწკლის ხმა რომ ესმის ცეცხლის და რაღაცა აი შენ და ეს ადამიანი საშაია ხო? საშა. როგორ გემრიელად ჭამთ და ეს როგორ აი კაც ხო ეუფი არის საშას ესე იგი ანუ ისე ამას ხო ვერ დადგავ რა. აუ როგორ უნდა მოინტერესო ეს აქედან მოდის. ისე გემრიელ ეხლა გადაღება გრძელდება 4-5 საათი და იმ კერძს ვაკეთებთ ხოლმე თავიდან ბოლომდე. და აი თან ეს პროცესი რომ მიდის ცეცხლზე ვფუსფუსებთ ყველაფერი აი ღვთაებრივად შესუნელება მე დაგემოვნება ნუ ეს ხდება ხოლმე რომ აი ეს ემოცია არის ძალიან ემოციური ჩვენთვისაც რა იმ რომ ჭამთ ისე გემრიელად მივირთმევთ რომ ნუ კამერაც რო არ იყოს ძალიან გემრიელად მივირთმევთ და ამ ვიდეოების შემოქმედი არის ჩემი ძმა. აჰა ამ შემთხვევაში გაგვიმართლა ოჯახმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს რომელიმე კონკრეტული რესტორნისთვის კეთდება ხოლმე, რომ მე რო გიყურებ, სიმართლე გითხრა, მე არც ვიცი რომელი რესტორანს მიეკუთვნება ეს. ქართულ სახლს. არიცი რომ ქართულ სახლს მიეკუთვნება. არა, მე უბრალოდ მე შენ რო ყავხარ გამოწერილი, მე ვხედავ უბრალოდ შენ და ეს და ჩემთვის შენთან ასოცირდება ახლა ის კერძები და ის მომზადება, მაგრამ რომელი რესტორანი ეს უკვე არ ვიცი რა. ხო, ესე იგი ქართულ სახლში ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა იმაში, რომ როგორი ვიდეოები გადავიღოთ ისეთი, რომ ქართული ტრადიციული კერძები წარმოვაჩინოთ. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. აი ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფიქრი თავიდან და ჩემი მეუღლის იყო, რომ როგორ გავაკეთოთ ეს. იმიტომ რომ ყველა იღებს. რა უნდა გააკეთო ეხლა შენ ისეთი ან რო ვინმეს არ კონდეს გაკეთებული, ან რო უკვე შექმნილი არ იყოს. და ნუ აი ამ ძალიან ბევრი ფიქრის მსჯელობის შედეგად მივედით იქამდე, რომ მოდი აი რაღაცა ეს ჩამოყალიბდა და ამაში ძალიან დიდი წარმატების ფორმულა აქვს ჩვენს შეფს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მისი ხასიათი, მისი ეს ჩართულობა შეიძლება ძალიან კარგად დაწერო, ყველაფერი ძალიან კარგად მოიფიქრო, მაგრამ თუ ადამიანმა პროცესში, ნუ ეს და კონცეფცია არის აჩვენებთ როგორ აკეთებთ გემრიელ კერძს და შემდეგ ამას ჭამთ. ჩვენი კონცეფცია არის რომ ქართული მამაპაპური, ქართულ სახზე, ქართული მამაპაპური ტრადიციული კერძები, რაც არის, რაც ყველას ძალიან უყვარს. მისი იმდაგვარი ვიდეოების გადაღება, სადაც ადამიანი თან ისწავლის, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის ყველაფერს ვაჩვენებთ. შეიძლება ხა გრამებს არ წერდეთ, თუმცა ყველაფერს ვაჩვენებთ აბსოლუტურად რას როგორ რის მერე რას ვაკეთებთ. რომ ანუ თან შემეცნებითი იყოს, ანუ რაღაც კუთხით ისტორიას დარჩეს, თუ ოდესმე ვინმეს მოუნდება რომ ნახოს ხარჩოს ვიდეო როგორია, ჩაწეროს და ერთ-ერთ სამაგალითო ვიდეოთ ნახოს, რომ აი აქაც აი ქართულ სახლში ესე მოამზადეს ხარჩო და იყოს ეს მათთვის საინტერესო. ან მაგალითად უცხოელი სტუმრები არიან, უცხოელი მეგობრები გვყავს და გვინდა რომ რაღაცა ვაჩვენოთ, აი ჩვენი ქართული გასტრონომია ვაჩვენოთ, ესეთი ნაციონალური, ტრადიციული, მარტივი, თავისუფალი, ცეცხლი, შეშაი, ცოტა ველურ პირობებში, თავისუფალ პირობებში. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ესეთი ღირებულება არის ეს. როგორ შეიძლება კარგი ქართული ტრადიციული გემრიელი კერძი მოამზადო გემრიელად, ხო აი ხარჩო ხარა, სულ არის ხოლმე, როგორ უნდა გადაიღო ხარჩო, ხარჩოა. კი, ხარჩოა, მაგრამ ხარჩოს რო იღებ ის თუხთუხი, ის შეზავება, ის ჩანაყვა, ის შესუნელება, ის ამორევა, იქ მე ღომი რო უნდა დაადგა, მე ღომი და ხარჩო რო ხელით უნდა მიირთვა. ამას ეხა
თუ აი ეს არის ღირებულება, თუ ხარჩო ხარ ლობიო ეხა ხშირად არის ისე ხოლმე აღწერე რომ მომშივდა. აი ლობიო ხო? გაიხარე. წავიდეთ აქედან ქართულ სახლში. ლობიო. აი ლობიო ხო ნუ ყველა მიცის ეხა ვინ არის ეს საქართველოში რომელმა ოჯახმა არ იცის ლობიოს გაკეთება ანუ ეხა ვისთვის შეიძლება იყოს რომ ლობიო, მაგრამ აი ის ღირებულებაა რა. აი სიმარტივე ის სულისკვეთება რაც მას ჭირდება და ის ლამაზი კონკრეტული ემოციები რომელიც მე ამზადების დროს მოდის ეს ძალიან ესეთია ძალიან ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი და ამაში ჩართულები მე ჩემი მეუღლე ჩემი ძმა მარკეტინგის ჯგუფი მთლიანად ყველა ამაში ჩართულები ვართ და შეგიძლია რომ გაგვიზიარო რესტორანი ბარბარესთან ბევრმა იცის რა თქმა უნდა მაგრამ მაინც გავიაროთ კიდევ ერთხელ რა ხდება ბარბარესთან საერთოდ რა არის ბარბარესთან რა არის კონცეფცია რესტორანი ბარბარესთან ისტორია რა არის ბარბარესთან არის დღეს უკვე შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ღირებული გასტრონომიული ადგილი საქართველოში რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არამედ სოფლიო სივრცეშიც უკვე აღიარეს. ვიცი, ნახე, ტოპ 1000-ში შევიდა. ლალისტის 1000 რესტორანში შევიდა. მანამდე 2019-ში შევედით 50 best discovery-ში აღმოაჩინე 50 საუკეთესო რესტორანი სოფლიო მასშტაბით. თუმცა რადგანაც ეს არის აღმოაჩინე, სახელია 50 best discovery, თუმცა აქ 2000-მდე რესტორანია მხოლოდ შეყვანილი. ჩვენი ამოცანა 2015-ში ამ შემთხვევაში მე ძალიან პატარა ვიყავი. ჩემი მშობლების ამოცანა იყო, რომ ქონდათ ტრადიციული ქართული რესტორანი და უნდათ გაეკეთებინათ განსხვავებული გასტრონომიული რესტორანი იმავე სივრცეში. აღარ უნდათ ეს ტრადიციული ქართული რესტორნის საკუთრებაა თქვენი? ნაწილობრივ. აღარ უნდათ ტრადიციული მარტივი ქართული გასტრონომიული რესტორნის, იმიტომ რომ 10 წელზე მეტი იმუშავა ამ სივრცეებში და რაღაც განახლება ჭირდებოდა. და რომ დაიწყეს ფიქრი და ადამიანები მის გარშემო რაღაცა სანდრო ჯეჯელავა იყო მაშინ ჩართული ამ პროცესში მე ლევანი და ლალი კომპანია გასტრონავტი მათი პირველი პროექტი იყო ჩვენი ერთობლივი პირველი შვილი შეიძლება გასტრონომიაში ბარბარესთან იყო და ჩამოყალიბდა იდეა რომ უნდა შეგვექმნა განსხვავებული ქართული ტრადიციული რესტორანი ოჯახის ღირებულებებს დაფუძნებული იმიტომ რომ ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახი ვიყავით და ეს ოჯახის ღირებული იმიტომ რომ ოჯახი ჩართული იყო საქმიანობაში ძალიან თავარი ამბავი იყო და აი ამ ფიქრებში წარმოიშვა კიდე ერთი იდეა რომ ძველი ქართული რეცეპტები უნდა აღვედგინა რომელიც არ იყო ესე აქტიურად სხვადასხვა გასტრონომიულ სივრცეებში წარმოჩენილი და აი ამ პროცესში ძალიან შემთხვევით იპოვეს მამაჩემ მშრალხიძე და ლევანთან ერთად იპოვეს წიგნის სრული სამზარეულო 1914 წლის გამოცემა სორაპანისა ბარბარე ჯორჯაძის სადაც არის 903 რეცეპტი და ეს წიგნი რო იპოვეს იმ საღამოს შეიკრა იდეა რომ ჩვენ მივყვებით ამ წიგნს იმიტომ რომ აქ არის ქართული ძველი აუთენტური რეცეპტები უშუალოდ ბარბარე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი მე-19 საუკუნეში პირველი ფემინისტი წერალი პუბლიცისტი ძალიან ძლიერი ქალბატონი იყო მისი ცხოვრება და მისი ხასიათი და მისი გამოცდილება გვინდოდა რომ რესტორანში გადაგვეტანა იყო ძალიან ინოვატორი ქალბატონი იყო იმ დროს და რაღაც ამ ხასიათით შევხედეთ ამ ყველაფერს. და დავიწყეთ მისი რეცეპტების გაცოცხლება და აი ამ გასული 10 წლის განმავლობაში უკვე 400-მდე რეცეპტი გავაცოცხლეთ. მუდმივად ვცვლით მენიუს. ვიმუშავეთ თითქმის ყველა ძლიერ წარმოჩენილ მზარეულთან, შეფთან, ბრენდ შეფთან დავარქვათ. საქართველოში ეს შეიძლება იყოს ლევან კობიაშვილი, გიორგი სარაჯიშვილი, ბოლოს უკვე დავით ნარიმანიშვილთან ვიმუშავეთ პანდემიის დროს და მათთან ერთად სულ ქმნიდით ხოლმე ამ ახალ რეცეპტებს. ძირითადად დედა არის ჩართული გასტრონომიულ განვითარებაში და რეცეპტების აღდგენაში და შეფებთან მუშაობაში. მამა ძირითადად აი პროდუქტები რო ვახსენეთ რომ ხარის მამა არის ჩართული ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად რომ ინგრედიენტები რომელიც ჩვენთან მოდის შესყიდვები არის მამა, დედა არის რეცეპტები და მართვა. დედა არის მართვა, რეცეპტები, ხარისხი, დედა არის. სანამ მე ქართულ სახლში გადავიდოდი, მე და დედა ვიყავით უფრო მაგნაწილში. ეხა დედა არის და პეტრე ეხმარება. და ნუ მამაც რა თქმა უნდა ჩართული. დრო და დრო ჩვენ თავიდან რო გავიხსენით, პირდაპირ ძალიან მაღალი გასტრონომიული მიმართულებით არ დაგვიწყია. ქონდა მწვადიც, ხინკალიც.
ხალიც, ჩვეულებრივი ყველაფერი ტრადიციული, რაღაც გარკვეული ესეთი ხაჭაპურის ჰქონდა და ისეთი კერძები ჰქონდა. თუმცა ამასთან ჰქონდა რაღაცეები, რაც განსხვავებული იყო. რომ ძალიან არ შეგვეშინებინა და ჩვენც არ ვიყავით ახლა თავიდან ესე მაკუთხით ბოლომდე, ხო იცი თავიდან ბოლომდე შეიძლება ვერ დაინახო რაღაცები და მე პროცესში სტუმარმა გიჩვენოს შენც დააკვირდე უფრო სხვანაირად გამოცდილებას ცოდნაც მივიღეთ და ნელ-ნელა წავედით იმისკენ რომ გვინდა და უფრო მაღალი მიმართულების ქართული გასტრონომიის შექმნა და ყოველი მენიუს განვითარება იყო ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯის გადადგმა წინ. ამან გამოიწვია ის რომ დღეს თავიდან ბოლომდე ამ მიმართულებას მივყვებით. რამაც რეალურად ძალიან დიდი ქარტეხილები გამოიარა, იმიტომ რომ საქართველოში ეს მიმართულება უშუალოდ ქართველებისთვის არ არის ფართოდ გავრცელებული, ალბათ, ხო? საფასო ნაწილიც შედარებით მაღალი, გამოცდილება ისეთია. განსაკუთრებულ დღეებში, რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრებში ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი. მაგრამ ყოველდღიური უფრო აი ეს აქტიური ჩვენი მომხმარებელი გახდა ისეთი გასტრონომიული სტუმრები უცხოეთიდან. თუმცა კოვიდის დროს ძალიან მძიმე პერიოდი რო გამოვიარეთ, ამის მერე ისევ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, დივერსიფიკაციაზე ფიქრი, უფრო ადგილობრივ სტუმრებზე დაფიქრება, როგორ შეიძლება, რა შეიძლება რომ შევცვალოთ და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ. თუმცა აი ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის იყო ხოლმე რომ რაღაც აღიარებები მოყვებოდა ხოლმე ამ საქმეს. ეს იყო New York Times-ი, New Yorker-ი, Atlas Obscura, არ ვიცი, ყველა national, ყველა ძირითადი აი სოფლიო ჟურნალი თუ გასტრონომიაზე საქართველოზე წერდა ბარბარეზე. და ეხლა ოღონდ ეს ხდებოდა ჩვენ და ბოდიში გაგაწა. ჩვენ არ ამაში არ ვერ, ანუ ჩვენ ეს რაღაც ღმერთთან საჩუქარი იყო, რომ რაღაც დაფასება იყო იმ შრომის, რაც ჩვენ ვაკეთებდით, ოღონდ ამას ბოლომდე ვერ გრძნობდით ჩვენ რას ვაკეთებდით და ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ ავიღეთ 50 best. და ნუ ეს მეილის წაკითხვა იყო რაღაცა, მე წავიკითხე დილით სამსახურში მივედი, მეილებს ხსნი რომ ჯავშნები გადავამწვი 50 best-დან მეილი მოდის. ხა ნუ ეს იყო როგორ მე მგონია მე სპამი მეგონა ვიღაცა გვეხუმრება ცუდად. რასასიამოვნოა, ხო? ნუ რა ვიცი, ძალიან ემოციური იყო, აი ძალიან და ამის მერე ეხლა ლალისტი. მიშელინი სამწუხაროდ საქართველოში არ შემოდის, ეს უფრო პოლიტიკური ნაწილია, ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს, რეგიონალური ამბავია, ნუ ისეთია. თუმცა სასტუმრო შემოვიდა ეხლა. სავარაუდოდ ალბათ რესტორანით შემოვა. შემოვიდა სასტუმრო. სასტუმროებს უკვე მიენიჭათ. მიშელინ გაიდში მოხვდა ქართული სასტუმროები. მიშელინი შემოვიდა საქართველოში? სასტუმროების მიმართულებით. ვაუ, რა საინტერესოა. ხომ არიცი რა, რომელი სასტუმროში? აფიშა. აფიშას მიშელინის ვარსკვლავი. ოკეი. ვარსკვლავი არა, recommendation. ოკეი. ხო და სხვათა შორის ჩემი მეგობარი ისვენებდა აფიშაში და შენთან დადიოდა ბარბარესთან, ისრაელიდან იყო ჩემი მეგობარი და ყოველდღე დავდივართო ბარბარესთანო და აფიშაში იყო უბრალოდ იმ სასტუმროში, შესანიშნავი სასტუმროა ნამდვილად ძალიან. აი აფიშის გახსნაშიც გასტრონავტი იყო ჩართული, ჩვენი მეგობრები არიან. ამ პროექტშიც გასტრონავტი იყო ჩართული. იცი, ერთი კითხვა მაქვს შენთან. შენ როგორ ფიქრობ, ჩვენ წეგან ამბობდით, საკუთრება უნდა იყოს თუ არა ბიზნესის ის უძრავი ქონება, რომელშიც ის ოპერირებს. აი, რესტორანთან დაკავშირებით როგორ არის? რამდენად აუცილებელია? მე რამდენიმე წლის წინ შევხვდი ერთ ძალიან წარმატებული კაფეს მესაკუთრეს საქართველოში და მაგას უთხარი, რა კარგი იქნებოდა ბიჭო ეს შენობა ბარემ თქვენი რო ყოფილიყო და მაგან მითხრა რომ ეტყობა მე ვერ ყვევი, შენ ვერ ერკვევი, ეტყობაო კარგადო ამ საქმეში, იმიტომ რომ ის თანხა რაც მე დამჭირდებოდაო ამ შენობის შესყიდვაშიო, მე რომ ის დავხარჯო ჩემი ბიზნესის განვითარებაში, ახალი ობიექტების აღებაში, გაცილებით უფრო ღირებული და შემოსავლიანი იქნებაო, ვიდრე ეს თანხა რომ დავაინვესტირო უძრავ ქონებაში. აი მაინტერესებს შენი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. რამოდენიმე შეხედულება აქვს ამას. გააჩნია ვინ რა კუთხით შეხედავს. ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის ხარისხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ გვიყვარს ბევრ სივრცეში ერთდროულად მუშაობა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხარისხზე მაშინ გარკვეულწილად უნდა ძალიან რთულია. შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთრებაში თუ გაქვს კარგია. უბრალოდ ამას ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება.
თუმცა იჯარის გადახდას და 10 წელი ვიღაცის უხადო ჩვენი გამოცდილებით. კიდევ ერთხელ სუბიექტურია ეს ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ უძრავი გონების ბიზნესში შედიხარო, მაგრამ რეალურად კი, მაგას ეგ არის ხოლმე ერთად არგუმენტი რომ სხვა ბიზნესია უკვე. ხო, მაგრამ აქედან ანუ თუ შენ სწორ კონცეფციას აკეთებ, ასე თუ ისე გადაზღვეული არის რისკები, ღირებულ ბრენდს ქმნი და როცა 100 წლით წინ ფიქრობ, ხო? გინდა რომ ხო რაღაცა ესეთი შექმნა რა, დიდი ამბავი შექმნა. აუცილებელია ან ჩვენ ესე ვფიქრობთ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ სადაც ჩვენ შევალ და ვიმუშავებთ თუ ძალიან დროებითი არ არის ხო გასაგებია უკვე იმიტომ რომ ჩვენ ბევრი წელი უკვე ეს გამოცდილება მივიღეთ თუ ძალიან დროებითი ამბავი არ არის რომ ეხა 1-2 წელი და მე უნდა პირობითად რაღაცა ხო მაშინ რა თქმა უნდა ჯობია რომ საკუთრებაში იყოს და ის შრომა რაც იხარჯება და მე ის ხარჯები რაც ყოველთვიურად რაც უნდა მაინც უნდა გქონდეს ხო ჯობია ისევ და ისევ შენ ქონებაში იმიტომ რომ თუნდაც განვითარება რო გინდა კიდე სუ კაპიტალის ჩადება გიწევს ასე თუ ისე რა მუდმივად რაღაც თანხები სუ ჭირდება და ვიღაცის ქონებაში რო დებ საბედნიერო არ არის კიდე ერთ ბოლო კითხვას დაგისვამ დღეს ეს იქნება დღეს რომ ხსნიდე რესტორანს რა კონცეფცია ექნებოდა ამ რესტორანს საქართველოში რომ გახსნე შენ რესტორანი რა კონცეფციის თავისუფალი მარტივი ქართული იქიდან გამომდინარე ჩვენ ისევ და ისევ ვართ რთულ რეგიონში და ჩვენ ძალიან დიდი რყევები აქვს არ ვიცი რატო მაგრამ ესეა და ზუსტად ეხა რამოდენიმე ხნის წინ გადაცემაშიც ვიყავით ამ თემებზე სასაუბროთ პირდაპირ თუ რამე ხდება გვემართება ჩვენ აი დედასპიცა თუ რამე ხდება რაიმე სახის კრიზისია პირდაპირ პირველ რიგში ჩვენ ვართ ესე იგი დაზარალებულები რა ხო და ამიტომ გადავწყვიტეთ და მყარად ჩამოვყალიბდით, რომ ტრადიციული ქართული, მარტივი, გასტრონომიული, გასაგები ქართველებზე უფრო მეტად ეს მუშაობს და მუდმივად გააგრძელებს მუშაობას. ამიტომ თუნდაც ახლა მომავალში მე და ჩემი მეუღლე თუ რამეს გავაკეთებთ, ამ მიმართულებით აუცილებლად გავაკეთებთ გემრიელ ქართულ მარტივ გასტრონომიულ სივრცეს ქალაქში. ეს არის ახლა ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი. აი ჩემმა მეგობარმა თქვა, რომელიც არის ასევე რესტორატორი, რომ მეო გავხსნიო სახინკლესო. ბიჭო, ისე გამიკვირდა ეს განაცხადი, იმიტომ რომ რა ვიცი, სახინკლეების მეტი რა არის თვითონ, ხო? მაგრამ ახლა რა ვიცი, ყოველ ნაბიჯზე სახინკლეა, სტომატოლოგიც არ იყოს და ესე იგი რაღაცა ძალიან რთული საკონკურენციო მგონია და ოღონდ ადამიანია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა კონცეფციის რესტორანი აქვს და ამბობს, რომ დიახო, სახინკლე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე გასაგები საჭმელი საქართველოსშიო და ყოველთვის იქნებაო იქ ადამიანი, რომელიც მოდისო. კი, ეგრეა, ნამდვილად ეგრეა. მარტივი გემრიელი, აი ტვინში რომ ხაჭაპური, ქაბაბი, ხინკალი, მწვადი. მარჟა რაზეა ყველაზე მეტი? რომელ კერძზე არის ყველაზე მეტი მარჟა? არის რაღაც გაქვს დათვლილი? თანაბრად. ოკეი. ეფექტური არის თუ გაქვს თანაბრად რა. ჯობია კონდეს თანაბრად. ძირითადად 80%-ზე. თუ გინდა რომ სტაბილურად აკონტროლოს არის თუ როგორ არის ratio დაახლოებით. მე ეგრე ვიცი რაღაცა ესეთი. მიახლოებით 100 ხო, 1/3-ზე. მიახლოებით რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კომუნალური იჯარა მოსულა. კი, რა თქმა უნდა. ხო, მიახლოებით ეგრეა. კარგი, უღრმესი მადლობა. რომ მიყავი ჩვენი ესე იგი სულ ჩემთან იყო კითხვები შენთან მე არ მოგასვენე და მოკედ მე იქნებ თუ მე ბევრი ვისაუბრე არა მე არ მოგასვენე მაქსიმალურად ვეცადე რომ შენგან წავამეღო მეტი ჩემზე იციან რაღაცები და ღირებული ინფორმაცია ჩემი აზრით საინტერესო იყო ყველას დიდი მადლობა და არ დაგავიცდეთ რომ არ დაალაიქოთ ეს ვიდეო და არ გამომიწეროთ თუ რადგან გინდათ რომ აღარ მიყუროთ რა კარგად ვანდებოდით